ამერიკელი და ირანელი მომლაპარაკებლები შეჯერდნენ ჩარჩოს შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებასა და დისკუსიების დაწყებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. რისი საბოლოო მიზანიც არის მდგრადი და გრძელვადიანი საბჭოთა შეთანხმების გაფორმება. ომხრივი პოზიტიური გზავნილებისა და დიპლომატების ძალისხმევის მიუხედავად ჯერი ახლა დონალდ ტრამპზე, რომელმაც ამერიკის ხაზინის მდივნის თქმით, უკვე კარგახანია მკაფიოდ განსაზღვრა ამ პროცესში წითელი ხაზი. ტრამპამ მკაფიოდ განაცხადა მინისტრთა კაბინეტის ხდომაზე, რომ აქვს წითელი ხაზები და რომ ირანმა უნდა გადასცეს გამდიდრებული ურანი. ისინი ვეღარ განაგრძობენ სწრაფავს ბირთვული იარაღის შექმნისკენ. რომ დაუბრუნდეთ ენერგეტიკის საკითხს, ჰორმუზის სრუტეში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი ტრანზიტი. როგორც მანამდე საზღვაო გადაადგილება უნდა გაიხსნას. ამიტომ ტრამპი არ აპირებს დათანხმდეს ცუდ პირობებს. მას სურს ამერიკელი ხალხისთვის შესანიშნავი შეთანხმების გაფორმება. მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს გაუსწროს არც მოვლენებს და არც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს. ის ასევე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტის ომანისადმი მკაცრ გაფრთხილებას, როდესაც ტრამპმა სპარსეთის ყურის ქვეყანას მოუწოდა თეირანთან არანაირი შეთანხმება არ გააფორმოს ჰორმუზის სრუტის კონტროლის გაყოფასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ომანის აფეთქებით დღეს დილით ომანის ელჩს ვესაუბრე და დამარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლისთვის ტარიფების დაწესების გეგმა არ არსებობს. როგორც მან თქვა, ჩვენს ქვეყნებს 200 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სურს კიდევ 200 წლით გახანგრძლივდეს. უთხარი, რომ ტარიფების დაწესება მიუღებელია და რომ არ უნდა რისკავდეს როგორც ცალკეული პირების, ისე ომანის ფინანსური უწყებების დასანქცირებას. თეირანმა არც ისე მალე დაადასტურა ცნობები ჩარჩოს შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომისიის წევრმა ისლამური ქვეყნის სახელმწიფო მედია საშუალებას განუცხადა, რომ პირობების დიდი ნაწილი თეირანისთვის მისაღებია. მისივე თქმით, ირანისთვის ერთადერთ შიშს იწვევს დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობა. როგორც ცნობილია, ისლამური ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს ირანული პორტებისთვის დაწესებული ბლოკადის გაუქმებას, ეკონომიკური სანქციების მოხსნასა და სპარსეთის ყურიდან ამერიკული სამხედრო შენაერთების გაყვანას. თავის მხრივ ვაშინგტონში აცხადებენ, რომ არ არიან დარწმუნებული, რამდენად შეასრულებს ისლამური ქვეყნის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს, თუმცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მცდელობის გარეშე პრობლემა ვერ აღმოიფხვდება. ვფიქრობ, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარე არ შეასრულებს შეთანხმების თავის ნაწილს. ამიტომ არსებობს შემოწმების პროცესი. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ყველაფრის დროით გამოცდა. ამ საკითხზე ეს ჩემი საბოლოო კომენტარია. თუ შეხედავთ, რასაც მივახციეთ, აშკარაა, რომ შევძლებს საბოლოო შეთანხმების მიღწევასაც. კვლავ ხსნით ჰორმუზის სრუტეს. მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ძალებზე უკვე მივიტანეთ დამანგრეველი დარტყმა და ვიმყოფებით მდგომარეობაში, როდესაც შეგვიძლია გავყინოთ მათი ბირთვული პროგრამა. ამ პროგრამის გაყინვა არ არის ორიენტირებული მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდზე, არამედ მოიცავს შორეულ პერსპექტივასაც. ჯერ არ მიგვიღწევია მიზნისთვის, მაგრამ მასთან ძალიან ახლოს ვართ და ამაზე მუშაობას განვაგრძობთ. ჩარჩოს შეთანხმებისა და მოლაპარაკებებში წინსვლის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგაც მხარეები ხანგრძლივ დიპლომატიურ ჩიხში იმყოფებოდნენ. ამ ჩიხს პერიოდულად თანსდევდა ამერიკული დარტყმები ირანულ პოზიციებზე და პირიქით, ან თეირანის იერიშები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. ამის მიუხედავად, ვაშინგტონი არ მიიჩნევდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაირღვა, თუმცა მოთმინების ამოწურვაზე მიუთითებდნენ. 27 მაისის ღამით ამერიკულმა ძალებმა თავდაცვითი დარტყმების შესახებ განაცხადეს ირანის საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში მდებარე სამხედრო ოპერაციაზე. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს ირანის 4 დრონი, რომელიც ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.